შეცდომაში გადაწყვეტილების მიღება შედის თუ არა? შეცდომაში. რას ნიშნავს? ხო, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობ რა, ამაზე ჩამოვწეროთ მე ეს ყველაფერი. მოდით ეს რაღაც იმას გავაკეთებ პატარა. განზრახვა რა არის განზრახვა? მაგით დავიწყე საუბარი და 9:30 კი გამხდარა. განზრახვა ჩვენს სულს აკავშირებს გარე სამყაროსთან. განზრახვის გარეშე ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ცხოვრების ბოლოს, თუ კი ვერ აღიქვამს მის თავს განზრახვა არის აი ეს ჩვენი შინაგანი მიზანმიმართულობა, რომელიც ჩვენ გვაქმნევინებს სტრატეგიებს, გეგმებს, მიზნებს, მოკლედ აი ამას რაღაც გვაკეთებინებს, აი ეგ არის განზრახვა, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს. ანუ ცხოველებს უვლიან ერთმანეთს, ხა იძახიან, რომ თომ ემპათიამ გადააქციაო ადამიანს ქმნის თავისუფალი ნება. ნება არის აი ეს განზრახვა, ეს ინტენციონალობა, მისწრაფება ჩვენი შინაგანი სამყაროსი. და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა. შენ თუ გინდა სურვილი გაქვს მისწრაფება და განზრახვა გაქვს, რომ რაღაცას მიაღწიო. შენი განზრახვის არსებობა ამავდროულად ნიშნავს იმას, რომ სადღაც ობიექტის არსებობს. ის შენთვის არსებობს სადღაც. ეს იმიტომ რომ რეალურად, როდესაც ფიქრობს ადამიანი, გარე სამყარო და შიდა სამყარო ურთიერთკავშირში. მებით რას ვამბობ, ანუ შენი განზრახულობა იმას ნიშნავს, რომ იქ სადღაც გარე სამყაროში არსებობს იმისი უკუყავშირიც.